1 აპრილიდან მძღოლებს მარიხუანაზე შეამოწმებენ. საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა. განხორციელებული ცვლილებებით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა. მაგითი შემცირდება შოფრები თუ არა ნარკომანი თუ არის ადამიანი ისედაც მოძებდა ასედაც რულზე დაждდება თუ არ დაждდება და ყოველ შემთხვევაში რულზე არ შეიძლება ახლა საათ კაიფში რო ხარ და საათ რულზეა აბა რულზე ახლა მთვრალი და აბრუებული და კაიფში თუა ტაქსი რა თუნდა იმას ტაქსი კი მაგი უნდა ჯდეს ციხეში ვის ნარკოტესტი და ნარკომიტიკები თუ უნდა და ვაჭრობა თუ უნდა. არ ვიცი, ამ თავის ვერ გევიგე, მე მარიხუანას უშვებთ. ახლა ნარკოტესტებს უშვებ. თვითონ არის ენასაკეთე. ამ თავრობა, რა ვიცი. ხალხიზე რო არაკეთებენ, რაღაც ვთები. ხალხიზე მთავრობა კი არა, 27 წელია სადია, რაც ქვეყანა და მოუგდებელი და არის არაფერი მოუკეთებია და ისე ვეაგზელებს მთავრობას. ვერ გევა ხან ნარკოტესტები ვერ იგიო და რა ვიცი ქვეყანა ინგრევა ნელ-ნელად ამაში დამნაშავეა მთავრობა რო ანგრევენ ამ ქვეყანას სხვა საქმე გააკეთონ რა მეტი საქმე რა ხო ნარკოტესტები და გააკეთონ ხალხს მიხედო ქვეყანას მიხედო და აშენონ ქვეყანა ვისაც უნდა მაინც მოწევს ვისაც უნდა არ მოწევს ეს რა ის არ მინდა და არ ვეწევი თავის მაგ ბევრი პუნქტები არის ზოგი ძაღლი 48 საათია ორგანიზმში ზოგი ძაღლის ერთი თვეაო და როგორ უნდა ამტკიცოს იმან და ერთი თვით უკან მოწია თუ ორი კვირის უკან მაგ იმათი საქმე არა გადაწყვეტა რა ვიცი რა გითხრა კაცია და ხასიათი საერთოდ არ უნდა დათესონ და საერთოდ არ უნდა მოიყვანონ ხო და ახალგაზრდა იჭირავდნენ ადრე მაგაზე ხალხს და ახლა სამკურნალოა ძალიან კარგად შვილო წალეკა ნარკომანია ყოლა თაობები ამდენ არ ვიცი რა ხდება არ ვიცი ან სპეციალურად აკეთებენ თუ რა ხდება არ ვიცი ნარკოტიკი სულ იყო მაგრამ ჩემ ბავშვობაშიდაც იყო მაგრამ ასე მასიურად არ ყოფილა არასდროს ძალიან ცუდია რო ასე სწორია უნდა შეამოწმო ყველა კიდე დალევაზე იყოს კიდე ნარკომანიაზე უნდა შეამოწმო რა თქმა უნდა არ ვიცი ბატონო მაგის მეგება არაფერი არ ვიცი სიგარეტს მეწევი და არც მაგას მისცემ ერთი ბოთლი ღვინო დავი ისე არ არის მაგის საჭირო ნარკოტიკი ხო ნარკოტიკი საერთოდ არა უნდა იყოს ამოღებული ხმარებით ნარკოტესტის საშუალებით მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას ადგილზევე დადგინდება. სისხლის სამართლის წესით დაიჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ. ქეთი გელაშვილი ტელეკომპანია მეგატივისთვის.